უსწორმასწორო ზედაპირზე თუნდაც დაბალი სიჩქარით გადაადგილებისას თქვენი ავტომობილი უხეშად ვიბრირებს ან მოსახვევში სტაბილურობას კარგავს, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ დაკიდების სისტემის შემოწმების დროა. Ცუდ გზაზე სიარულისას ავტომობილის საბურავი დიდ დარტყმას იღებს. Ამ ყველაფერს სალონში იმიტომ ვერ გრძნობთ, რომ ამ ზეწოლას თავის თავზე სწორედ დაკიდების სისტემა იღებს. შესაბამისად, იმისათვის, რომ ავტომობილი მარტივად მანევრირებადი და რბილი იყოს, აუცილებელია დაკიდების სისტემის გამართულობა, რომელიც მრავალ დეტალს მოიცავს. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ამორტიზატორია. მისი ძირითადი ფუნქციაა უსწორმასწორო გზაზე გამოწვეული შოკების შთანთქმა, გზისა და საბურავებს შორის კონტაქტის შენარჩუნება, მანქანის შიგნით ვიბრაციის დათრგუნვა, მოხრუჭის ეფექტურობის გაუმჯობესება და საჭის სიზუსტე. ამორტიზატორი საბურავის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. თუ კი საბურავი უშუალოდ ეხება სავალი გზის ზედაპირს, ამორტიზატორი ამ ზედაპირთან კარგ შეხებას უზრუნველყოფს. თუმცა, მიუხედავად ამის, ხშირ შემთხვევაში ამორტიზატორებს ვამოწმებთ მაშინ, როცა ის ხმაურს იწყებს, ან როცა დაზიანდება. რეალურად ამორტიზატორის პერიოდული დიაგნოსტიკა აუცილებელია, რადგან გამართული ამორტიზატორი უზრუნველყოფს ავტომობილის როგორც კომფორტულ, ისე უსაფრთხო მართვას. სტანდარტული ამორტიზატორი ანუ დარტყმის შთანთქმელი შედგება გუშისა და ცილინდრისგან, სავსე ჰიდრავლიკური სითხით ან გაზით. ორმოში უხეშად ჩარტყმისას ან მწოლიარე პოლიციელზე სწრაფად გადასვლისას ამორტიზატორზე დიდი დარტყმა მოდის. ამ დროს ზედსდგუშის ნახრეტებში მოძრაობა ძალიან სწრაფად უწევს და თუ ამორტიზატორი მსისწრაფით შეიკუმშება, რომ ზეთის დიდი წნევა შეიქმნება, ზეთით გუშში გასვლას ვერ მოასწრებს, ის გარეთ გამოვა და ამორტიზატორი დაზიანდება. გაშვებული აქვს ზეთი და აერი. სუსტია ძალიან. ახლა ეთყობა ცენცერით. ახლა თავისუფლად ამოდის და აწექით ეგრე არ უნდა ჩადიოდეს. დავით ლობჟანიძე დასამუხტ და დამუხტულ ამორტიზატორებს შორის განსხვავებას გვაჩვენებს და გვიზიარებს იმ სიმპტომებს, რომლებიც ამორტიზატორების შეცვლის საჭიროებაზე მიგვითითებს. ვეღარც ვაწერი. აი ძალიან დიდი ძალა. და მარტივად ამოდის. ხო, და მარტივად ამოდის. გაცილებით კაი დინამიკა ექნება და გაცილებით კარგად ინგლის მანქანა. ამორტიზატორის მწყობრიდან გამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ზეთის გარეთ გამოსვლაა. როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენს ავტომობილზე ამორტიზატორი შესაძლებელია? ძირითადად დინამიკას ეტყობა მანქანის, არასტაბილურად დგას, ან მოსახვევში, ან ცუდ გზაზე რო გადაყავთ, იწყებს გაკუნს. ძირითადად ეტყობა, რომ გარედან უშოს. არის რომ შრალია. და მაინც არ იმუშავა. შიგნით არის ეს დეტალები, პატარ-პატარა დეტალები დაზიანებული. შეიძლება არ იყოს გასხმული და იყოს ეს დეტალები, იმიტომ რომ უხეშად რო დადიან, ესენი დეფორმირდება და ზიანდება ეს დეტალები. შესაძლებელია თუ არა ჩვენს ავტომობილზე ამორტიზატორი, ამას შეიძლება ვიზუალური დათვალიერებითაც მივხვდეთ. მაგალითად, თუ ავტომობილის ერთი კუთხე სხვა კუთხეებთან შედარებით დაწეულია, ეს სავარაუდოდ ამორტიზატორის დაზიანებაზე მიუთითებს. ასევე შეგვიძლია ავტომობილს დავაწვეთ ხელით. ხელის აშვების შემთხვევაში ის საწყის პოზიციას მხოლოდ ერთხელ უნდა დაუბრუნდეს. მრავალჯერადი აწევ-დაწევის შემთხვევაში უნდა მივხვდეთ, რომ ამორტიზატორი გაწვეთილია. გაწვეთილი ამორტიზატორები რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს, რადგან ის ვეღარ უზრუნველყოფს გზის სტაბილურობას და გამოიწვევს სხვა ნაწილების ნაადრევ დაზიანებას. გარდა ამისა, ძალიან საშიშია გაწვეთილი ამორტიზატორებით სიარული. ეს ზრდის დამოხრუჭების მანძილს და ასევე ზრდის აკვაპლანინგის რისკს. სასურველია ამორტიზატორი შეიცვალოს წყვილში. მაგალითად, თუ წინა ხიდზე ერთ-ერთი ამორტიზატორი დაზიანებულია, მისი მეწყვილეც უნდა შევცვალოთ, რადგან ახალი და ძველი ამორტიზატორი განსხვავებულად იმუშავებს საბოლოო ჯამში. ეს აისახება დაკიდების სისტემის სიმეტრიულობაზეც და მართვის ხარისხზეც. ზოგიერთი ავტომობილის ორიგინალი ამორტიზატორი ძალიან ძვირი ღირს ან საქართველოში არ იშოვება და გვიწევს სხვა ქვეყნიდან გამოწერა. ამიტომ, თუ ის შეკეთებას ექვემდებარება, ცხოველები ამ ხერხსაც მიმართავენ ხოლმე. შესაძლებელია თუ არა კონკრეტული ამორტიზატორის შეკეთება, ეს დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე და თავად ამორტიზატორზე. თუ პირობითად წინა ხიდის ერთი ამორტიზატორი შევაკეთეთ, მეორე ამორტიზატორით აუცილებელია რომ შევაკეთოთ, თუ მუშაობს იყოს ის რაცა. აუცილებელი არის შეაკეთოთ ან გაშიჭოთ, ორივე უნდა მოიტანოთ. უნდა შემოწმდეს დანადგარს. შეკეთების მერე სულ სხვადასხვანაირად იწყებს მუშაობას. იქ ახალი ზეთი ისკნება. უნდა ერთნაირი გავხადოთ, რომ იმუშაოს მანქანა სწორედ. ამორტიზატორის სიცოცხლის უნარიანობის განსაზღვრა შეუძლებელია. იმისათვის, რომ მაქსიმალურად დიდ ხანს გვემსახუროს, საჭიროა უხეშ რელიეფზე გადაადგილებას, მანქანის დატვირთვას და სწრაფ მოხრუჭს მოვერიდოთ.
უნდა გვახსოვდეს, რომ დაკიდების სისტემა ერთი მთლიანი ორგანიზმია და დაზიანებულ ერთ კვანტს შეუძლია სხვა დეტალი გამოიყვანოს მწყობრიდან, რაც მოგეხსენებათ სერვისის ხარჯს უფრო გვიძვირებს. ამიტომ აუცილებელია დროულად მივხედოთ.